ბატონ გენო, ბევრ თემაზე მინდა თქვენთან ვისაუბრო, მაგრამ მოდით დავიწყოთ სამთავრობო ცვლილებებით, საკადრო ცვლილებებს გულისხმობ ქართულ ოცნებაში. დავიწყოთ მამუკა მდინარაძის საკითხით. როგორ ფიქრობთ, რა ხდება მამუკა მდინარაძის თავს, რომელსაც ესე ვთქვათ, რაღაცა პერიოდულად ახალ თანამდებობებს უგონებენ და უქმნიან, რატომ ვერ ესე ვთქვათ, სტაბილური პოსტი რატომ ვერ დაიმსახურა, ან ვერ უპოვეს, როგორ ფიქრობთ, მამუკა მდინარაძეს? ეს არის უფრო დაწინაურება პერიოდულად თუ ჩამოქვეითება? მოგესალმებით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მიულოცო დაბადების დღეს ჩვენს მეგობარს, ვეფხვია კასრაძეს, ეს არის რეჟიმის ტყვე და დანარჩენ პოლიტპატიმრებს მინდა მივმართო, რომ რა თქმა უნდა ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც მათი ბრძოლის სულისკვეთება სჭირდებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში მსგავსი პოლიტპატიმრები არ ეყოლება და რა თქმა უნდა მხნეობას და სიძლიერეს უსურვებ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ვეფხვია კასრაძეს. რაც შეეხება აი ამ საკადრო პოლიტიკას, გეტყვით, რომ მაპატიეთ, მაგრამ სხვა შედარება არ შეიძლება მოუნახო. იცით, რომ ავტომობილის მფლობელს ყოველთვის გააჩნია რაღაც ასე ვთქვათ, დამხმარე საბურავი და ასე დამხმარე საბურავით იყენებენ აი ამ ადამიანს, რომლისთვისაც სპეციალურად ვერ მოუნახენ ადგილი, თუ სად შეიძლება თან არ ემეტებათ საერთოდ სხვა პოზიციაზე, არ არის, ასე ვთქვათ, მისთვის შესაფერისი ადგილი და ასე ყველა ჯერზე სადღაც რასაც მოიპრიანება ქართულ ოცნებას და მათ ხელმძღვანელობას, პრემიერს, ესე იგი არც შორს უშვებს და არც რაიმე ისეთ მისთვის მისაღებ რაღაც პოზიციაზე არ ნიშნავენ. რა თქმა უნდა, ეს არის დროებითი და ვხედავთ, რომ ქართულ ოცნებას სერიოზულად უჭერს საკადრო პოლიტიკაში, ვხედავთ, რომ კულტურის მინისტრი, რომლის მიმართაც ერთი დადებითი, ასე ვთქვათ, კომენტარიც კი არ წამოსულა ადამიანი, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ზურაბ რატიანისა და სხვა ხელოვნების წარმომადგენლების, ასე ვთქვათ, გათავისუფლებაში და ადამიანი, რომელიც არანაირად არც კი მათზე დაკისრებულ მოვალეობას არ იყენებდა და ერთი თუნდაც აი ამ ადამიანების მიმართ სანუგეშო კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა მას ერქვა კულტურის მინისტრი. ასევე არის, რა თქმა უნდა, მდინარაძე, რომელიც გამორჩეული არის თავისი სიძულვილის ენით, ხისტი დამოკიდებულებით, იმ განსხვავებული აზრის მიმართ და ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, არის ქართული ოცნების ის ჭადრაკის ფიგურა, რომელიც ჭადრაკის დაფაზე არ დევს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სადღაიცადანაც აი ბიძინა ივანიშვილი და კობახიძე გამოუაძრობს და მისთვის შესაბერის ან თეთრ, ასე ვთქვათ, გრაფაზე დადებს, ან კიდევ თეთრ გრაფაზე, რომელიცაც თვითონ ქართული ოცნება გადაწყვიტავს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასაცილო არის ბჭყალებში, რადგანაც ჩვენ არა ვართ იმ მდგომარეობაში, ჩვენი ქვეყანა, რომ დღეს მრავალ ათასიანი ბიუჯეტიანი სამსახურების შეუქმნათ ადამიანს, რომელსაც არც კვალიფიკაცია გააჩნია აი ამ მიმართულებით და არც რაიმე სურვილი იმისა, რომ ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეო საქმეები აკეთოს. აი ეს არის ის კომენტარი, რაც შეიძლება რომ და რასაც ვისმენ საერთოდ აჭარაში ჩვენი მეგობრებისგან, მოსახლეობისგან და რა თქმა უნდა, ადამიანებს კიდევ და კიდევ უჩნდებათ ის ნიჰილიზმის გაცდა, რომ არაფერი საშველი აი ამ ხელისუფლების დროს მათ არ ექნებათ. იმიტომ რომ ეს ხელისუფლება თავიდან ბოლომდე არის მოსული მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის შეინარჩუნოს მათი გუნდის წევრები და ჩვენი ბიუჯეტის თანხა ახარჯოს ამ ადამიანებს და ამ ადამიანებისთვის მოგონილ სამსახურებს. კი ბატონო, ბატონ გენო, არსებობს სხვათა შორის ესეთი ვერსიებიც, რომ აი რომ დაანონსდა ეს ახალი მოძრაობები, მათ შორის MMA-ის ერთ-ერთმა მებრძოლმა რომ შექმნა დღეს, ასევე იყო შევახსენებ მაყურებელს დაარსეს ასევე მოძრაობა რაღაცა ისტორიული გმირების, ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ კანონიო უნდა მოწესრიგდესო მიმართეს ხელისუფლებას და აი ამ მოძრაობას წარმოადგენენ
რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია. დღეს ბრიფინგი ჰქონდათ მათ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში. ამ განცხადებამდე იყო ნახეთ ჩვენ მოვისმინეთ იმ სპორტსმენი ქართველი შვილის ახალი მოძრაობა და იყო მოსაზრება რომ ეს ყველაფერი მდინარაძემ დააორგანიზაო და ვინაიდან ამას მოჰყვა ძალიან ბევრი კრიტიკა მათ შორის ქართული ოცნების მხრიდან იგივე საპატრიარქოს მხრიდან თუ ამერიკის საელჩოს მხრიდანაც შესაძლოა ამასაც შეეწირა მოკლედ მისი წინა თანამდებობაო. თქვენ რას ფიქრობთ ზოგადად აი ამ მოძრაობების ესე ვთქვათ შექმნაზე და ხედავთ თუ არა კავშირს რომ შესაძლოა მართლაც მდინარაძესთან იყოს შემხებლობაში ეს ძალადობრივი მოძრაობები. არაფრის გამორიცხვას მართლაც არ ვაპირებ ერთი მარტივი მიზეზის გამო ეს ადამიანები არიან მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაში იმის გამო რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა აი ამ ქვეყანაში და მაქსიმალურად ცდილობენ რომ შეინარჩუნონ სკამები რომელიც მათ არ ეკუთვნით თანამდებობები და ყველა ხერხს მიმართავენ რომ აი ამ ქვეყანაში ისედაც გახლეჩილი საზოგადოება უფრო დაპირისპირებამდე რაღაც აი საშინელ დაპირისპირებამდე მიიყვანოს. რა თქმა უნდა ეს ორივე ის ახლად დაორგანიზებული და ჩამოყალიბებული პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ტიტუშკების გუნდი, რა თქმა უნდა, არის და მხოლოდ იმისათვის შექმნილი, რომ შეეცადონ ისევ და ისევ დააშინონ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, იმ თავნებობას, რასაც ეს ადამიანები და ქართული ოცნება სჩადის საერთოდ და მე უბრალოდ გეტყვით, რომ მართლაც სასაცილო არის, მართლაც უკვე რაღაც დიდ კალამბურს დაამსგავსა ქართულმა ოცნებამ ეს ყველაფერი, გეტყვით, რომ ადამიანები, რომლებიც და მათ შორის ლელო, ძლიერი საქართველო, იცით, თუ ისტორიულ ძეგლებთან მიმართებაში, თუ რამდენიმე ღონისძიებებს მიმართავს, რამდენჯერ გაუპროტესტებიათ ის მათ მიერ დაზიანებული გელათის ტაძარი ავიღოთ მარტო, იცით, რომ რამდენჯერ გაკეთა ჩვენთან ამაზე ბრიფინგი და რამდენი, ასე ვთქვათ, განცხადება გაკეთა ამასთან დაკავშირებით, თუმცა, როდესაც ქართულ ოცნებას სჭირდება, რა თქმა უნდა, манипулირებს იმ აზრით, თითქოს და ისინი არიან ქართული საქართველოსათვის და საქართველოს ერისათვის მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემებით манипулირებას, ეს არის ეკლესია, ეს არის ისტორიული ძეგლები, ეს არის, რა თქმა უნდა, ის ისტორია, რითაც ვამაყობთ ჩვენ და გადახედონ ელემენტარულად ჩვენს მიერ, ასე ვთქვათ, დაწყებული იმ საპროტესტო აქციებს. მარტო ყველაფერს თავი რო დავანებოთ, მარტო იმას შევახსენებდი, რომ გამოვიდეს ეს ორი ჯგუფი და გააპროტესტოს ბიძინა ივანიშვილის მიერ აფეთქებული საყდრისი. რატო არ გამოდიან და რატო აი აქედან დაიწყონ და მაშინ დავიჯერებ მათ მიერ დაწყებული იმ საქმეს, საქვეყნო და ქართველებისთვის მისაღებ საქმეს, მაგრამ ეს ადამიანები ხომ იმისთვის არიან შექმნილები, რომ ელემენტარულად აქ ადამიანებს აუკრძალონ იმ სიმართლის ლაპარაკი, რა სიმართლისთვისაც ეს ხალხი უკვე წლებია ებრძვის ოლიგარქიულ რეჟიმს. აი ეს არის მხოლოდ ის კომენტარი და ადამიანები ასეთი მარტივი და სუსტი დამოკიდებულებით მე ვეტყვი კიდევ აი მაგ ადამიანებს თუ მართლაც აი ამ ქვეყნისთვის რაღაცა ადარდებთ და თუ მართლაც აი ამ ქვეყნის მომავალი ადარდებთ, მაშინ ჩამოვიდნენ აჭარაში, მე მივიყვან მაგალითად კვირიკეში, სადაც ეკოლოგიური, ასე ვთქვათ, კატასტროფის წინაშე დააყენა ქართულმა ოცნებამ ვიღაც რუსი ბიზნესმენის აი წამოწყებული კუნძულის გამო და მეორე საკითხი ისევ და ისევ გავაგზელებ და ვიტყვი თუნდაც ჭოროხის ხეობა რომ ამოიღენ თლიანად ინერტიული მასალა ისევ და ისევ აი დავიწყოთ ბენზეში კუნძულის მშენებლობა რომელიცაც თავიდან ბოლომდე ერთ-ერთ ულამაზეს ძირძველ ბათუმის უბანს წაართვენ სანაპიროზე გასვლა. სად არიან ეს ადამიანები დიდი სიამოვნებით დაუდგები მეც გვერდ და მეც ვიბრძოლებ სამართლიანობის აღდგენისთვის. კიდევ გავაგზელებ. აი რამოდენიმე დღეში არის შუამთობის დღესასწაული ბეშუმში და 14 წლის განმავლობაში 18 კილომეტრიანი მონაკვეთი ვერ დაასრულა ბიძინა ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ. ეს არის ზარზმა ხულოს დამაკავშირებელი გზა და ალბათ გემახსოვრებათ თქვენაც, როდესაც სამარცხვინო ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ გაზის ბალონი აანთო და თითქოს და გაზი შეიყვანენ გოდერძის, ასე ვთქვათ, სკურორტზე და
აი ეს ყველაფერი არის ის, რაც უფრო მეტად სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს და არა ის, რასაც დღეს ესენი გვიანონსებენ, თითქოს და მოდიან რაღაც ქართული ეროვნული ძალით, თუმცა ეს არის შენიღბული ქართული ოცნების ტიტუშკები და მეტი არაფერი. კი ბატონო და ბატონ გენო როგორც ვიცი თქვენ ხელვაჩაურში იმყოფებოდით შეხვდით ადგილობრივებს თუ არ ვცდები სოფელ მახოში ბრძანდებოდით რომ მოგვიყვეთ თქვენი ამ შეხვედრების შესახებ რა ხდება რა მთავარი პრობლემები აქვთ იქ ადგილობრივებს რომლებზეც თქვენ ესაუბრეთ და რაზეც ისინი გესაუბრნენ ბუნებრივია დიდი მადლობა, გეტყვით რომ ლელო ძლიერი საქართველო მოძრაობთ ჩვენ, შეუჩერებლივ დავდივართ სხვადასხვა რაიონებში, აბსოლუტურად რაც კი ჩამოვთვალეთ ჩვენ, აბსოლუტურად ყველა თემის, ასე ვთქვათ, წამოწევა შევეცადეთ და ძალიან დიდი მადლობა მედიას, კონკრეტულად თქვენ და აი სიმართლისთვის აი მომზადებულ მედია საშუალებებს, აი ამ წუთასაც ვიმყოფებით ჩვენ მახოში, სადაც 17 ოჯახი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას. ეს არის ფაქტობრივად მოვიდა ადგილობრივი ხელისუფლება, მოვიდა რა თქმა უნდა საჯარო რეესტრი, აზომვითი სამუშაოები აწარმოებენ და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მიითვისა სატყეო ფონდმა, სახელმწიფო სატყეო ფონდმა და ადამიანების მართლა სასაცილო არის, ოდესაც ჩვენ ვიმყოფებოდით ოჯახში, სადაც ეზო, სახლი და უკან ბოსტნის რაღაცა ნაწილი დაუტოვეს და იმის იქეთ გაშენებული ხეხილის დიდი ბაღი და თხილის დიდი ბაღი მოექცა უკვე სახელმწიფო საკუთრებაში. ჩვენ ვითხოვთ დღეს ამოვიტანეთ პეტიციის ფორმა დაიწყებს ეს ადამიანები ხელმოწერების შეგროვებას და რა თქმა უნდა ამას წარუდგენს უკვე საჯარო რეესტრს, რომელიც ვალდებული იქნება რომ სამართლიანი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური დაიწყოს მათი შემოწმება და გადამოწმება, რა თქმა უნდა და მე ამ ადამიანებს მიეცეს რეალურად აი ამ მიწის მამაპაპისეული მიწებზე სარგებლობა და მე ერთსაც გეტყვი რომ თუ ჩვენ მართლა გვინდა რომ სოფლად ადამიანები შენარჩუნდეს და ჩვენ რომ ვაკვირდებით რომ ელემენტარულად სოფლები აჭარაში იცლება ხულოში 30% არის უკვე დაცლილი ხულოს რაიონის და აქაც აი ამ ტერიტორიაზე ხელვაჩაურშიც ადამიანები მიგრაცია ხდება ხო აი ამ ადამიანების და ტოვებენ რატო ტოვებენ იმიტომ რომ ეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მათთვის მარტო ქონება არ არის ეს არის მათთვის შემოსავალი და რაც თავარი არის ჩვენ აი სახელმწიფო მათ უფლებებს უზღუდავს საკუთარ მამაპაპისეულ მიწებზე და ჩვენ გვინდა რომ რა თქმა უნდა ეს სამართლიანობა აღდგეს და ჩვენ გვინდა რომ და რა თქმა უნდა ყველანაირ სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად რომ მივიდეს აი ერთი მარტივი რაღაცა მინდა კიდე ჩასწორება გავაკეთო ეს ყველაფერი საბუძველი რით გახდა იცით აი წარმოიდგინეთ რომ კოსმოსიდან გადაღებული ფოტოების 2016 წელს გადაღებული ფოტოებით ესე იგი მიიღო ვიღაცამ და ადგილზეც კი არ ემისულა ეს უპასუხისმგებლო ხელისუფლება რომ ადგილზე შეემოწმებინა თუ ვისი ასე ვთქვათ ტერიტორია მოხვდა აი სატყეო ფონდში აქ ჩვენ გვხდება შემოღობილი ტერიტორიები, დარგული მრავალწლიანი მცენარეები, ხეხილი და ადამიანები, რომლებიც წყლობით სარგებლობენ, დღეს უკვე ასე ერთი ხელის მოსმით მიისაკუთრენ და ეს ადამიანები დაატოვენ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შეიცვლება აი ამ ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაც რა თქმა უნდა ჩაბარდება ისტორიას, მოვა ეროვნული ხელისუფლება და სამართლიანობას აღადგენს რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში.